არსებობს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დიდი ლიტერატურული ტექსტის დეკონსტრუქცია და დესაკრალიზაციაც კი დასაშვებია, შესაძლებელია და დასაშვებია ერთწუთს მივყვეთ ამ ლოგიკას. მაგრამ ვიდრე ამაზე ვისაუბრებდე, მანამდე გეტყვით, რომ მე ახლა ხან ცოტა ხნის წინ დავსერჩე ასე ვიკიპედიას ვკითხე, აი ჩამომისახელე დიდი ქართველი მწერლები მეთქი. და ჩამომისახელა, მაგრამ რა ჩამომისახელა, გულახდილად გეტყვით, ყველა 100 ბგერაზე, ბოლო 100 ბგერის გარდა, ვინ არ არის, გულახდილად გეტყვით, უმრავლესობას არც ვიცნობ, არც გამიგია მათ შესახებ. მოკლედ, ვისაც კი კალამი აუღია ხელში და ორი სიტყვა დაუწერია, ყველა ამოხვედრილი. დიდი ქართველი მწერალი, რასაკვირველია, ერთი 10-ეული ან ერთი 20-ეული საქართველოს მასშტაბებით დიდი ქართველი მწერალი, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, სამწუხაროდ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ სოფლიო მნიშვნელობის მწერალი, პროზაიკოსი ალბათ მაინც არ გვყავს, მიუხედავად იმისა, რომ რასაკვირველია, ყველას უნდა ვცეთ პატივი ქართველ დიდ მწერლებს, უნდა ვცეთ პატივი, აბა რა უნდა ვქნათ. ხო და აი ამ დიდ ქართველ მწერლებში ცხადია ბევრი მეცნო, ჩაომისახელა უფრო ზუსტი რომ ხო, ბევრი მეცნო, ბევრის ნაწარმოები წაკითხული მაქვს, როგორ არა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა მე დავსვამ კითხვას, ჭაბუა ამირეჯიბი დიდი ქართველი მწერალია, თქვენი აზრით. არ ვლაპარაკობ იმაზე, ჭაბუა ამირეჯიბმა დაწერა თუ არა დათათუთაშხია. არ ვლაპარაკობ ამაზე. ეს ჩემი განსახილველი არ არის, ყოველ შემთხვევაში ამ ვიდეო ბლოგში ნამდვილად არ განვიხილავ და ალბათ ამ თემას არც არასოდეს არ მიუბრუნდები, მიუხედავად იმისა, რომ რა ვიცი, რამდენიმე რამე ამ საკითხთან დაკავშირებით წაკითხული მაქვს. გავარებოთ ამ თემას თავი. დათათუთაშხია არის თუ არა დიდი ქართული, დიდი ნაწარმოები, ქართულ ენაზე შესრულებული რომანი. მე რომ კითხოს კაცმა, გულახდილად გეტყვით, 50-ს მიღბაი, 100-ულში არ შევიყვანდი, 50-ულში ნამდვილად არ შევიყვანდი. 10-ულში მით უმეტეს არ შევიყვანდი. დავით კლდიაშვილის არ იცნობს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი. დავით კლდიაშვილის მინიმუმ 4 ნაწარმოები. სოლომონ მორბელაძე, ქამუშაძის გაჭირვება, ბაკულას ღორები, სამანიშვილის დედინაცვალი, მინიმუმ 4. და ასეთი 4, 2, 3 თუ 5 ნაწარმოები, ვინც კი გაგიგიათ თანამედროვე, მათ შორის ქართველი მწერლები, აქვს დაწერილი ბევრს, მათ შორის ცოცხალ ჯანმრთელ, ქართველ, დღევანდელ მწერლებს, აღარ ვლაპარაკობ გარდაცვლილებზე. შესაბამისად, თუ აი ესე დავიწყებთ და ყველას გავიხსენებთ, წართული კი იქნება, მაგრამ მაინც აღმოვაჩენთ, რომ დათათუთაშხია 50-ულში არ შესაყვანი ან არა, მაგრამ თუ ვიკითხავთ პოპულარული რომელი ნაწარმოებიაო, უკლებლივ ყველა 4-ულში, 3-ულში გაიყვანს დათათუთაშხიას. შეიძლება რა გაეჯიბროს ნოდარ დუმბაძის რომელიმე ნაწარმოები, კუკარაჩა. მაგალითად. ხო. ან არ ვიცი, ხო. უთუოდ დაჯაბნის დათათუთაშხია პოპულარობა გოდერძი ჯოხელის ნებისმიერ ნაწარმოებს. მიხეილ ჯავახიშვილსაც დაჯაბნის, კონსტანტინე გამსახურდიასაც ალბათ. კოცია გამსახურდია უყვარს ქართულ საზოგადოებას. მათ შორის იმიტომ, რომ ზვიადის მამაა. არა იმიტომ, რომ დიდოსტატის მარჯვენაზე აფანატებს და გიждდება. ეს საკითხული არ აქვს, თუ გულახდილები ვქნით საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, პარლამენტად წოდებული თავყრილობის დეპუტატებს, აი მაგალითად ხსენებული კლდიაშვილის არც ერთი ნაწარმოები არ აქვს საკითხული 80%. 90 თქო, აი ნინო წილოსანს არაფერი არ აქვს საკითხული, ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული, ვეფხისტყაოსანიც არ აქვს საკითხული, გულახდილები ვიქნებით. აღარ ვლაპარაკობ, ხა არ ვიცი, იგივე ხსენებული ჯაყოს მიხეილ ჯავახიშვილის ჯაყოს ხიზნებზე. კარგით, ამაზე არ ვლაპარაკობთ ახლა. მე მის თქმა მინდა რომ არსებობს ნაწარმოებები, რომელთა ეკრანიზაციაც შედარებით იოლია. და არსებობს ნაწარმოებები, რომელთა ეკრანიზაციაც ჩემი მოსაზრებით შეუძლებელია ან ძნელად თუ გამოგივა. რაც უფრო დიდია ნაწარმოები, რაც უფრო მასშტაბურია ნაწარმოები, მით უფრო ძნელია ეკრანიზაცია ან თეატრალური სპექტაკლის წარმოდგენის დადგმა. მაგალითად, რეჟისორ ცხადიაშს აქვს უფლება რომ შეეჭიდოს დეკამერონს, ღვთაებრივ კომედიას,
მაგრამ გაუჭირდება დამარცხება. ძალიან და გაუჭირდება. შოთა რუსთაველის დამარცხებაც გაუჭირდება. რობიკო სტურუას მთავარი შეცნობა ჩემი მოსაზრებით არის ის, რომ ის ეცადა რუსთაველის დამარცხებას. რომც არ წაიკითხოთ თქვენ ვეფხისტყაოსანი, გეყოფათ ჩემი სპექტაკლი, რომ გაიგოთ რა წერია ამ პოემაში. არადა 1 კი არა 50 ცოტა 780 სპექტაკლიც და 880 რობიკო სტურუა წარეყოფა იმას, რომ ზედმიწევნით ზუსტადაც შეიძლება სწორი სიტყვა არ არის, ის გადმოსცეს, ის სულისკვეთება გადმოგვცეს, რაც სულისკვეთებას გადმოგვცა შოთა რუსთაველმა როდის მე-12 საუკუნეში. შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი სწორედ ამ მასშტაბის ნაწარმოებია. კვლავ მიმეორებ, შეგიძლია სამანიშვილის დედინაცვალი გადაიღო, დადგა, დაამარცხო ან დამარცხდე დავით კლდიაშვილთან. შეიძლება დაისახო მიზნად დავით კლდიაშვილის დამარცხება. გამოგივიდეს კიდეც ჭაბუა თუ დაამარცხე, ხო, ჭაბუა თუ კი არა, ჭაბუა დაამარცხეს რეალურად. როცა გადაიღეს. დათათუთაშხია. სხვა შორის როცა გადაიღეს იმ ხანადაც და უკვე ახლაც იყვნენ ახალგაზრდები ჩვენ სინამდვილეში ჩვენს ქვეყანაში, მაშინ საბჭოთა საქართველოში, რომლებიც ბაძავდნენ დათათუთაშხიას. ისე დადიოდნენ როგორც ოთარ მეღვინე თუ ხუსესის პერსონაჟი დადიოდა დაახლოებით ისე როგორც ბაძავდნენ 60-იანი წლების ახალგაზრდები ერთ კინოგმირს. ამაჩემს უყვარდა ის ფილმი ძალიან ვესტერნთა შორის უვესტერნესი არის, მეთქი ვერ ვიტყვი. ხო, კარგი ფილმი კი არის, მაგრამ მასზე სერიოზული ვესტერნების გვინახავს ჩვენ. რასაკვირველია, მაგრამ აი ის კი ძალიან პოპულარული იყო, შესანიშნავი შვიდეული და ახალგაზრდები მაშინ 60-იან წლებში ბაძავდნენ რა ქვია იმ მსახიობს და იულბრინერს, თმა გადაპარსულ ახალგაზრდა კაცს იმ ფილმში ყოველ შემთხვევაში, რომელიც იყო ამ შვიდეულის თავკაცი, რომელიც გადარჩა სამნი გადარჩები, ყველა სახელები მახსოვს სხვათა შორის, მეც არაერთხელა მაქვს ნანახი, მამაჩემს მოსწონდა და მეც შესაბამისად ბაძავდი და მამაჩემს მეც ვიწონებდი იმ ფილმს და ახლაც მომწონს რაღა დაგიმალოთ და თუმცა ასაკვირველია სხვა პერიოდია, სხვა ესთეტიკაა, სხვა გვარია, ხო დღეს ასეთ ფილმებს არ იღებენ და კარგიც არის ალბათ. კარგით. ხო, ამაზე არ ვილაპარაკოთ ახლა, ამაზეც არ ვილაპარაკოთ ახლა. მოკლედ, შეიძლება შეეჭიდო ამის ბაკულას ღორებს და დაამარცხო კლდიაშვილი. როცა რუსთაველს ეჭიდები, როცა დანტე ალიგიერის ეჭიდები, როცა აპირებ დადგმას მაგალითად ხო შექსპირს თუ მოერია, პრინციპში ბევრს მოერევი, გოეთესაც მოერევი, არა შეეჭიდები. მაგრამ რობიკო სტურუას მთავარი მინუსი არის ის, რომ მან სცადა დამარცხება რუსთაველისა, რომც არ ნახოთ კი არა, რომც არ წაიკითხოთ ვეფხისტყაოსანი, ესეც გეყოფათ. აი ეს არის თინათინი. ის კი არ არის, ვინც აღწერა, ვინც შექმნა, ვინც გამოჩორკნა, გამოძერწა შოთა რუსთაველმა, არამედ მე როგორიც შემოგთავაზეთ, ისეთია, აქვს ამის უფლება, განა არა. ჰქონდა ამის უფლება. ნებისმიერი ტექსტის დესაკრალიზაციაც დასაშვებია, უბრალოდ ამბიციებ მოძალებულია რობიკო სტურუა და არასწორია ამ თვალსაზრისით. მას გონიო, რომ მას ყველაფერი ხელ ეწიფება რობიკოს სტურუას. ეს არის ამ შემთხვევაში მთავართა შორის მთავარი. მაგრამ მეორე დეტალიც არსებობს, მეორე ამბავიც არის, რაც ჩემი მოსაზრებით გაცილებით საინტერესოა თვით რეჟისორს ჩვენს დროებაში, როცა თავისუფალია საზოგადოება, სიტყვის თავისუფლება ფორმალურად მაინც, როცა შენ ვერაფერს გიბედავენ, შენ რობიკო ხარ და იმიტომ კავკასიური ცარცის წრის დამდგმელი რეჟისორი, ესოდენ მასშტაბური მსოფლიო სახელისა. როცა შენ შეგიძლია უთხრა კულტურის სამინისტროს, რომ მე მომიტანეთ, პირობითად 700,000-ის განათლება თუ 820,000-ის. მე მჭირდება ეს ბიუჯეტი მჭირდება და დაასახელო პრაქტიკულად ნებისმიერი რიცხვი, მჭირდება 18 მილიონი იმისთვის, რომ რაღაცა გავაკეთო.
რობიკოს ტურუამ აბსოლუტურად შეგნებულად დახუჭა თვალები იმაზე, რაც ჩვენ სინამდვილეში გაცილებით საინტერესოა ერთის მხრივ და აქტუალურია მეორეს მხრივ, გავბედავ და ასე ვიტყვი, და რაც ადეკვატურია და რაც უნდა ყოფილიყო, რაც უნდა იყოს თავარ სათქმელი ამა თუ იმ ხელოვანისა, მით უფრო დიდი ხელოვანისა. ეს არის დღევანდელი გმირების, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ვეფხისტყაოსნიდან გადმომხტარი ჩვენ სინამდვილეში ჩამომხტარი გმირების თაობაზე სპექტაკლის გაკეთება. თამამად ვიტყვი. ელენე ხოშტარია თუ მზია ამაღლობელი არიან ჩვენი დღევანდელი ეპოქის თინათინები და ნესტანდარეჯანები. თამამად ვიტყვი, ანდრო ჭიჭინაძე და სხვები ყველა ჩამოვასახელებ. პრაქტიკულად ყველას გავიხსენებ, უბრალოდ ყველას ვიგულისხმებ, ყველას ვერ ჩამოვასახელებ. ისინი არიან ფრიდონები, ტარიელები, ავთანდილები. ისინი არიან სადღაც ეპოსიდან ამომხტარი, რომელიღაც საუკუნიდან და ჩვენს დროებაში გაჩენილი ახალი პერსონები, რომლებიც იმსახურებენ ახალ მოთხრობას, ახალ ნოველას, ახალ მოთხრობას, ახალ რომანს, ახალ დღეს შექმნილ ფილმს, დოკუმენტურს და მხატვრულს, დღეს დადგმულ წარმოდგენას. და სად თუ არა რუსთაველის თეატრში ან მარჯანიშვილის თეატრში უნდა იდგმებოდეს სპექტაკლები მათ შესახებ. როცა მით უმეტეს გაქვს ესოდეს სერიოზული ავტორიტეტი, როცა შენმა სიტყვამ შეიძლება დიდად შეუწყოს ხელი მათგან თავისუფლებასაც კი ახლა ვიღას უნდა, სიმართლე გითხრათ, დაძალადები სიტყვის წარმოთქმა ერთი ორმა პოლიტიკოსმა წარმოთქმა მე პრინციპში მომხრევა არ იმისა რომ ეს უნდა ყოფილიყო მჭექარე სიტყვა, ახლა მათზე არ ვილაპარაკებ, რობიკოს ვურულდები, მაგრამ უბრალოდ სიტყვა გამექცა. და იმიტომ ვახსენე, უბრალოდ არც ვიხსენებია ის პოლიტიკოსები. შენ როცა არ იმჩნევ რა მდგომარეობაა თეატრში, როგორ აგდებენ, ან უბიძგებენ წასვლისაკენ მსახიობებს. როცა არ გაინტერესებს რუსთაველის თეატრიდან ყურის ძირში კი არა, ხელის გადაწყვეტაზე რა ხდება, ერთხელ არ გაგივლია, სულ მინიმუმ იმისთვის, რომ თვალებში ჩაგიხედა პატიმრების მშობლებისათვის. ერთხელ არ დაინტერესებულ ხარ რა ჭირვა რამიც არასწორი სიტყვა, გულის ტკივრა, სულის ტკივილი ტრიალებს იქ ადამიანების სულებში, იმ ადამიანებში, რომლებსაც პატიმარი შვილები ჰყავთ. და შენ ამასობაში ეჭიდები შოთა რუსთაველს იმიტომ თან, რომ დაამარცხო და საზოგადოებას უთხრა, რომ მე ჩემი ვეფხისტყაოსანი შევქმნი. არა, ვერ შექმნი. უზარმაზარი მასშტაბის რეჟისორი იყავი, მაგრამ შენ ეგრა მაგის პასუხია და ვერ დაიჭირე ის წამი, როცა უნდა წასულიყავი. როცა მემკვიდრეები უნდა შეგექმნა და უნდა წასულიყავი უბრალოდ. და საზოგადოებრივი ასპარეზი და უნდა გელაპარაკა არა ის სისულელეები, რაც ილაპარაკე იმ ჟუტურე, მათ შორის უცნობის ტელე თუ რადიო გადაცემაში, რომ რაღაც ამერიკელები თუ ევროპელები თუ დასავლელები ბავშვებს ჭამენ, თუ რაღაც სითხეს იღებენ და მე ახალგაზრდავდებია და რაღაც სიგიჟეები დამთავრდა, ამ წამს დამთავრდა შენი დიდი რეჟისორობა, როდესაც ეს თქვი. შენი რიჩარდ მესამეც კი აღარავის აღარ აინტერესებს რეალურად. იმიტომ კი არა ცუდი სპექტაკლი, გენიალური სპექტაკლი. გენიალური მსახიობებით. შენი ბერტოლტ ბრეხტი კავკასიური ცარცისწრე აღარავის აღარ აინტერესებს. იმიტომ რომ შენ როგორც მოქალაქე თურმე გიბოდიშეთ ცხადია 80 წელს გადაცილებულია თუ არ ვწდები, ასე რატო უნდა ილაპარაკო მასზე და მე რა უფლება მაქვს მეორე თუ მეხუთე მხრივ, მაგრამ შენ პირველ ყოვლისა მოქალაქე ხარ და მერე ხარ კარგი რეჟისორი, კარგი მწერალი, კარგი სპორტსმენი, კარგი პოლიტიკოსი, კარგი ექიმი, კარგი მასწავლებელი, კარგი ჟურნალისტი, კარგი მშენებელი. ასე მგონია მე. თუ კიდევ ვერ მიხვდა ვინმე, ალბათ ახსნაც ზედმეტია, რომ პრობლემა არა ტექსტის უხამსად წარმოჩენაა,
ამას წესლაშა ბუღაძე ვეთახმები პრინციპში. თუმცა მეორეს მხრივ ახლა როგორ ვთქვა, მაგრამ ეპატაჟსაც აქვს თავისი ესთეტიკა. თინათინსა და ავთანდილის სექსი სკი პირდაპირ მნიშვნელობით სექსი შეიძლება დადგა და აჩვენო მაყურებელს დარბაზში შეხვედრას. მაგრამ ახლა თლათ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს თუ არ აჩვენებ, კარგი იქნება. არა, რობიკოს არც გაუბედავს ეს, მაგრამ ისე ვამბობ. არის ესეთი საქმე, არ ვიდა შემეშალოს, ოტოპრენინგენის საქმე, თუ არ ვწდები ასე ჰქვია, ნუ არ დაბასერჩინებთ, როდესაც ქრისტე დიდი ამბავი იყო ამაზე, მათ შორის ევროპულ სასამართლოში, ერთ-ერთმა ინსტიტუტმა აჩვენა ქრისტეს სექსუალური აქტი, თუ არ ვწდები ასეა და დიდი ამბავი ვერ ნორვეგია, თუ არ ვწდები, დიდი ამბავი ატყდა მე ამაზე და რაღაც ევროპულ სასამართლოშიც გაირჩა 80-იანი წლების ამბავი. ხო, მე პერსონალურად რაღაც არ მხიბლავს ასეთი ეპატაჟი, მაგრამ სხვებს სასაკურველი უფლება აქვს. კარგი, თუ კიდე ვერ მივხვდარა ვინმე, ალბათ ახსნა ზედმეტია, რომ პრობლემა არა ტექსტის უხამსად წარმოჩენა, ან თუნდაც ქაჯურად დადგმა აქაჯების პირობებში ამ სიტყვის პოლიტიკური აქცენტით. არამედ გაღიზიანების და ბრაზის მოტივიც, ყოველ შემთხვევაში ჩემთვისო წესლაშა ბუღაძე, მთელი ეს ქოცური ბუკეტია და ფართო კონტექსტი, 100,000-ები რომ იხარჯება მხოლოდ და მხოლოდ ქოცური ფავორიტიზმის მიზეზით და ამ ყველაფერს სინამდვილეში არანაირი კავშირი რომ არ აქვს არც თეატრთან და არც რეალობასთან, უსამართლობის განცდა კი ყოვლის მომცველია, როცა ხედავ, როგორ ახდევინებენ ცინიკურად ჩეკისტურ ბოლშევიკური მეთოდით, ჩეკისტების ქვეყანაში ცხოვრობთ, ბატონ რობიკო, ბატონ რობერტ. და გამოდის, რომ თქვენს ამ ჩეკისტებს ემსახურებით, სურობ საუკეთესოდ დაგედგათ რუსთაველი. ან ხელახლა დაგედგათ ბრეხტი, კავკასიური ცარცის წრე. ვერ გააცოცხლებთ სასაკურველია რამას ჩხიკვაძის ასდაკს, მაგრამ მაინც. პრობლემა ისიც არის, რომ თქვენ არ იმჩნევთ ადამიანებს, გარშემომყოფებს. მსახიობებს მათ შორის. არა და ყველა მზია, ერთი მზია, ერთი ელენე, სხვა ყველა პატიმარი ქალი, დღევანდელი თინათინია, დღევანდელი ნესტანდარეჯანია. ყველა ბიჭები, ვინც არიან იქ, ყველანი, არიან ავთანდილები, არიან ტარიელები, არიან ფრიდონები, პირველ ყოვლისა ალბათ. ფრიდონის ფენომენი კიდე ცალკე თემაა და რუს თველოლოგები არაჩვეულებრივად განმარტავენ, მსჯელობენ ამ საკითხს, ამ გმირზე, ამ ამბავზე, ფრიდონზე. ისე როგორც ავთანდილზე, გასაკვირველია. თუ იმას ვიტყვი, რომ ეს არის, ნახეთ როგორ თქვა, რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ელემენტი ან ერთ-ერთი საცეცი ჩვენ წინააღმდეგ მოშვერილი მეთქი, ბევრი ახლა იტყვის, რომ ხო არ გაგიჟდიო კაცო. რობიკოს ტუროა ხო არ არის რუსული ჰიბრიდული ომის იარაღი ჩვენ წინააღმდეგო არის, გამოვიდა რომ არის. იმიტომ რომ შეეხო და პროფანაცია ამ კუთხით შეიძლება განიხილო, ყველაფერს უფლება აქვს სასაკვირველია, მაგრამ მაინც შეეხო და პროფანაცია გააკეთა ტექსტს, რომელიც საკრალურია, რასაც დესაკრალიზაციის უფლება აქვს, მაგრამ ისე შეეხო და ისე გადათელა ტექსტიც, რომ რუსებისთვის ეს სასარგებლო თამაში გამოუვიდა მას. რუსებს ხო ეს უნდათ, რომ დაამტკიცო ბჭყალებში, რომ შენ შეიძლება წარსულში იყავი მე-12 საუკუნეში დიდი, მაგრამ აი დღეს უკვე შენ ამგვარ ვეფხისტყაოსანს ქმნი. ანუ დესაკრალიზაცია მოახდინე, შენივე ხელით მოახდინე. ეს ლოგიკაც ერთგვარად მართებული არის, ან შეიძლება იყოს. მაგრამ შენ უნდა გქონდეს ეს ამ კუთხით თუ იმჭირებთ საკრალური ტექსტები. ესე ყველაფერი შეიძლება მაგ ლოგიკით. გამოხატვის თავისუფლებაში გასაკვირველია ჯდება. მოდის ვიხდი, ამაზე გამახსენდა. ხელისუფლებად წოდებული ბანდა.
რომელიმე ჩვენგანს მაგალითად ტაბლიაშვილს რეჟისორი რომ იყოს სუსტად ეს სპექტაკლი რომ დაედგა პიესა დაეწერა ლაშას და კარგი რეჟისორი არის სხვები ტაბლიაშვილი არა რეჟისორი სხვები რომლებიც აქციებში მონაწილეობენ აკაცუკები არიან წარმოგიდგენიათ რა ამბავს ატეხდა ეს რუსული ხელისუფლება უსამშობლოები ხართ როგორ შეეხეთ თინათინს როგორ გააშიშვლეთ ნახევრად თინათინიო ამას გეტყოდათ არა მარტო შალვა პაპუაშვილი რომელმაც ადრეულ ბავშვობაში უთუოდ წაიკითხა ვეფხისტყაოსნის ავთანდილის არტი წაკითხული არ იქნება რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მიძლიერითა ეს და ამას გეტყოდა დიმიტრი სამხარაძეც რომელსაც ესეც კი არა აქვს საკითხი ჩვენ სინამდვილეში დღეს ჩვენ გვყავს შვენი დღევანდელი ეპოქის თინათინები ნესტანდარეჯანები ფრიდონები ტარიელები და ავთანდილები წერალმა ჩვენ სინამდვილეში რეჟისორმა ჩვენ სინამდვილეში ხატვარმა ჩვენ სინამდვილეში ხელოვანმა მოკლედ ისინი მაქსიმალურად უნდა აღწეროს შექმნას მათი მხატვრული სახეები და მომავალ თაობებს უნდა დაუტოვოს მე გულახდილად გეტყვით რომ მე ვაკეთებ ხანდახან იშვიათად მაგრამ ჩანაწერებს რაღაცა რომ მომეწონება ჩავწერ ხოლმე რომ მე იქნება და შევკრა ავკინძო ავიცი რა გამომივა ნახოთ მაგრამ ჩემზე კარგმა მწერლებმაც ბევრი არიან ჩვენ სინამდვილეში ეს ყველაფერი უნდა აღწერონ რომ დაუტოვონ ადამიანებს მომავალ თაობებს აი შვილებო ასე იბრძოდნენ საქართველოში ეს 21 საუკუნის 20-იან წლებში გარკვეული საუკუნეების წინანდელი პერიოდებიდან ჩამომხტარი განმომხტარი გმირები ლიტერატურული გმირები გაცოცხლდნენ ჩვენ სინამდვილეში ზვიად რატიანი ლიტერატურული გმირია ეს ხო მასია მიდის ტიპი და პოლიციელს ურტყავს ხელს იმიტომ რომ სინდისი ქეჯნის ამაზე რა ვიცი საქართველოს ისტორიის ერთი ნაწილი ერთი ფრაგმენტი რამდენიმე ეპიზოდი სწორედ ამგვარობაზეა ტიპს ურტყავს რუს პოლიციელს მილიციონერს იმიტომ კი რომ იმას ვერჩი არც მაინტერესებს ვინ არის ურტყავს ხელს იმიტომ სინდისი ქეჯნის მზია ამ აღმობელის გამო უსთაველი რომ ცოცხალი იყოს და რომ დაავალოს თხოვო რა თქინდა თხოვნა რომ მოკიდოს ამ ამბავს ხი რომ ნახოს ეს ამბავი წარმოგიდგენიათ რას დაწერდა რობიკო სტურუაკი ჭყალებში რასაკვირველია მკვდარია როგორც მოქალაქე რახანია და როგორც რეჟისორი ახლა უკვე ნამდვილად იმიტომ რომ მას არ უყვარს და ვისაც არ უყვარს და ზულს მათ შორის ვეფხისტყაოსანი ის არც ჩვენ გვიყვარს რაც არ უნდა გქონდეს მას გაკეთებული წარსულში იმიტომ რომ მოქალაქე არ ვარგა წარსულში რაც არ უნდა გააკეთო თუ დღეს და ახლა არ შექმენი შენი თავი შენ საზოგადოებას მიავიწყდები და საზოგადოება შენ გადაგეკიდება და პირიქით აი ირაკლი კობახიძეზე ვთქვათ ირაკლი კობახიძე ახლა რომ გავარ ბიძი და ივანიშვილი გავარდეს და ცხინვალის რეგიონთან შეუვარდეს სადმე ტანკს ყველაფერი საშინელებას დავივიწყებთ რაც მან ჩაიდინა ქართული სახელმწიფოს კვლელობის რუსულ საქმეში ოღონდ ეგ არის კოჭებში ეთყობა ბიძინა ივანიშვილს რომ ამის გამკეთებელი ანუ გამვაგარო გავარდეს ამას ვერ გააკეთებს ეს ერთი და კოჭებში ეთყობა თურმე რობიკო სტურუას რომ მას უნდა რომ ბევრი ხანი აცოცხლოს ღმერთმა მაგრამ 30 წლის შემდეგ წავიდეს როგორც პირი რომელმაც კარგად დადგა ბერტოლდ ბრეხტიგან არა ან შექსპირი მაგრამ არ ვარგოდა ბევრი ხოლია ამ ქვეყანას ასეთი და ცოტა უნდა ხავდეს ნახვამდის